აკეთებდნენ ქუჩებში სტენსილებს და მოწოდებებს, რომ ყველა ქოცი უნდა მოკვდეს, ქოცობა არის მონობა, უარდებოდნენ ადამიანებს ოჯახებში, სახლებში. იძულვილის ენა ეს არის ერთ-ერთი ნაწილი ჰიბრიდული ომის. როდესაც შენ საზოგადოებაში და განხეთქილებას ქმნიან და ხელოვნურ კონფლიქტებს ქმნიან, ეს შენ საზოგადოებას რა თქმა უნდა ასუსტებს. წლების განმავლობაში ჩვენ მქონდა ცივი სამოქალაქო ომი, რომლის ცხელფაზაში გადაზრდაც იყო გარეძალების და მათი აგენტურის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. რამდენჯერმე იყო ამის მცდელობა ქუჩაშიც და ის რასაც ვერ ახერხებდნენ ქუჩაში, ანუ სამოქალაქო ომის გაჩაღებას, ამას ცდილობდნენ მედიაში, სოციალურ მედიაში, ვირტუალურ სამყაროში. თქვენ ხართ მონა და მოღალატე. მონა და მოღალატე ხართ. და გაიქცევით შემდეგი რუსეთში. შემოძიე ფანჯარა! შემოძიე ფანჯარა! შემონაშე! შემონაშე! შემოძიე ფანჯარა! შემონაშე! ასობით მსგავს ვიდეოს ნაცაქტივისტები თავად იღებდნენ. შემდეგ კი სოცქსელში ავრცელებდნენ, რაც საზოგადოების გაახლეჩის სტრატეგია იყო და ის გარედაფინანსებას ინსტრუქციად მოჰყვებოდა საბოლოო მიზნით. სამოქალაქო ომი და გადატრიალება. საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს, გაახლიჩოს და მართო ამ საზოგადოების გარედან იოლი იყოს უფრო და ამის მთავარი არაღად ერთ-ერთ, ოღონდ მთავარი არაღად გამოიყენებენ სიძულვილის ენას. შუღლის გამაღვივებელ ენას. კარგია მანქურთობა. თქვენ მოემსახურებით? მე ვემსახურები? დავუძახე მანქურთობეთ. დისკომფორტი შეექმნა, დისკომფორტში იყო, იგრძნობოდა ეს. კი, როგორც ჩანს არავინ არაფერს არ ეუბნება. ამ პოლემიკაში, მწვავე პოლემიკაში, ასეთ ბილსიტყვაობის და რადიკალიზმის შემოტანას დაფინანსებული არის სწორედ გარედან. პირდაპირ თქვათ ევროკავშირი და სხვა არავისგან. ევროპული ფონდების მხრიდან პირდაპირ პოლარიზებას ემსახურება ეს ამ ფულების ხარჯვა. იმისთვის რომ სოციალურ ქსელში აგინონ, სახელმწიფო ინსტიტუტებს შეუტიონ, პოლარიზება დათესონ ქვეყანაში. მისიაში საბოლოო მიზნით გახლეჩა სამოქალაქო ომი და გადატრიალება უდიდეს როლს ნაცმედია ასრულებს. მთლიან მაუწყებლობას ისინი სიძულვილს უთმობენ, ავრცელებენ სიცრუეს, აგრესიას და დევნიან ყველას, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, მათ შორის ჟურნალისტებს. აქ ჩვენ სცენასთან აღმოჩნდა რუსული ტყუილების განავრცელებელი პოსტივი. ერთად შედახოთ, წადი, წადი. არაბიციდას და აი გოგო. არაბიციდას დაიყვერა, არაბიციდას დაიყვერა. არაბიციდას დაიყვერა. არაბიციდას დაი დაწყნარდი. ესეთი მათვა არ არის, ეს ჟურნალისტი, ესეთი თავხედი, აი ასეთი პროვოკატორი, ასე იხუება. შენეხა თქვი სახელი და გვარი მევის. საზოგადოებრივ მაუწყებელს თავს მისივე საბჭოს ყოფილი წევრი და ნაცაქტივისტი ესხმის. საბჭოს მეორე წევრი ნაცაქტივისტი კი კოლეგების მხარდაჭერას გმობს, რადგან მედიის პოლარიზაციაც ევროპული მისიის ნაწილია. როგორ აპირებთ მხარდაჭერას იმედის და პოსტივის იქნება ერთ ხელის საქმე არა. ისეთი პასუხს არ გვაძლევთ. ხალია არ გაძლევთ. არა მარტო არ გაძლევთ. არც მომავალ მაგრამ აპირებთ მხარდაჭერას და რისკის ქვეშ დაყენება საზოგადოების. ამავე დროს ანუ გააფრთხილა განსხვავებულ აზრს გამოთქვამთ და დევნის ობიექტი საზოგადოებრივი მაუწყებელიც გახდებაო. იმავე პრინციპით მიდიოდა ბრძოლა განსხვავებულ აზრთან სოციმედიაშიც. ეს ხდებოდა, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად, არა მარტო სოციალურ მედიაში, არამედ მასობრივ მედია საშუალებებში, რომელიც მთლიანად იყო გაჟღენთილი ამ სიცრუით, ტყუილით, ბულინგით, შეურაცხყოფით
და ისეთი ეპითეტების გამოყენებით, როგორიც არის თქვა მონა. დაუძახე თავის სახელი, ეხა ის არის მონა. გავანადგურებთ თელ ყველა ქართული ოცნების წევრს, რომელმაც გაყიდა ეს ქვეყანა. ირკვევა, რომ აგრესია, ზიზღის ლექსიკა სოციმედიის ალგორითმზე და მისი მომხმარებლის ფსიქოლოგიაზეა მორგებული. არაფერი, რასაც მეხუთე კოლონა აკეთებს, შემთხვევითი ან ბუნებრივი არ არის. ყველაფერი ევროპული სცენარით არის. უბრალოდ ისეთი ინფორმაცია ყურადღებას, რომელიც არის აგრესიაზე დაპირისპირებაზე ორიენტირებული. და მეტის ალგორითმი ისე არის აგებული, რომ ეს დაპირისპირებები წაახარესო. More moral outrageous language you use. რაც უფრო აგრესიულია ლექსიკა, მით მეტი ადამიანი აზიარებს და იწონებს ასეთ მესიჯს. მაგალითად, ნიუსმა, რომ დონალდ ტრამპი სახლში საიდუმლო საბუთებს ინახავდა, 2100 მოწონება მიიღო. იმავე ამბავმა, რომელშიც სიტყვა გამოშტერებულია გამოყენებული, 23500 ლაიქი აკრიბა. ხოლო სადაც სიტყვა მოღალატე ან ახმარი, 20 ჯერ მეტი, 43400 მოწონება დაიმსახურა. It's what I call structural stupidity. ამას ქვია სტრუქტურული სიშტერი. როდესაც ჭკვიანი განათლებული ხალხის გარემოცვაში მხოლოდ რადიკალური, არაინტელექტუალური ხმები ისმის და ამ ნარატივს ყველა მდუმარედ ისმენს. და როდესაც ხალხი ამას მდუმარედ ისმენს, ქუჩური რეპიც მის ხმად საღდება. ამ სტრუქტურული სიშტერის შედეგი კი საზოგადოების გარედან მართვის ბერკეტის შექმნა. Tries to force that down our throat. უმრავლესობა დუმილს ამჯობინებს. ეშინია არ გალანძღონ, არ დააბოლინგონ ქუჩასა თუ სოციქსელში. შედეგად კი რადიკალური ნარატივი ხდება დომინანტური. ხოლო დროთა განმავლობაში საზოგადოების გონიერებაც იკლებს. ასე ვთქვათ, შტერდება. იმისათვის რომ მომხდარიყო საზოგადოების უმრავლესობის გაჩუმება, რათა მათ არ გამოეხატათ საკუთარი აზრი ქუჩაში, არ გამოეხატათ საკუთარი აზრი სოციალურ მედიაში და არ გამოეხატათ საკუთარი აზრი მედიაში, იმიტომ რომ ეს გახდებოდა შეურაცხყოფის, ბულინგის, მათი ფსიქოლოგიური ტერორის საფუძველი. ჭკუა შენ ვერ ისწავლე, ვერ ისწავლე ჭკუა. მონობით რო არაფერს არ გაგელი არ მოდის ვერ ისწავლე. ემსახურება გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს, როგორიც არის შიდა ცივი სამოქალაქო ომის არსებობა, მუდმივი ცივი სამოქალაქო ომის არსებობა. ეს ქმნის საკმაოდ მძიმე სიტუაციას საზოგადოების სოციალურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ყველა ვინც მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის. ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციის. მუცფელად გეტყვი, ხო? აი არაბის მაგათი, არაბის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება. თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცელს წაუკიდებენ, მე არ მეწყინება. გადატრიალების 5 ჩავარდნილი მცდელობის შემდეგ ბრიუსელში დარწმუნდნენ, რომ მხოლოდ მეხუთე კოლონა ამას ვერ შეძლებდა და სამოქალაქო ომის ცივიდან ცხელ ფაზაში გადასაყვანად ევრობიუროკრატები უშუალოდ ჩაერთნენ. ჯერ არჩევნებში, მიტინგებზე, შემდეგ კი პოდიუმებიდან. აქ აგზავნიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრებს, ანტისამთავრობო მიტინგებზე და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენი ხალხი ჩვენ გვერდზე დადგა, კარგად გაშიფრეს სიტუაცია და ჩვენ გავიმარჯვეთ. ამის შემდეგ არჩევნების გაყალბება დაგვაბრალეს, რომ კიდევ ახალი ქაოსი გამოეწვიათ ქვეყანაში. ისევ აქციები და ისევ პროპაგანდა, რომ მშვიდობიან პროტესტს ხელისუფლება ძალით ახშობდა და შემდეგ ამ ტყუილის ევრორეზოლუციებით დაგმობა. Hundreds of thousands of them still fighting in the ასობით ათასი ადამიანი დღემდე თბილისის ქუჩებში დგას. ისინი ჩემი გმირები არიან, ისინი თქვენი გმირებიც არიან და მათ მხარდასაჭერად ხვალ რეზოლუცია უნდა მივიღოთ. თუმცა შესაძლოა ჩასწორება დაგვჭირდეს, ისე ხშირად არღოს რეჟიმი მათ უფლებებს, ბრუტალურად უსწორდება მომიტინგეებს. და იქნებ პარიზის დარბევებზეც მიიღონ რეზოლუცია, მაგრამ არა, გმირები იქ მოძალადე პოლიციელები არიან. ისევე როგორც კოპენჰაგენში, სადაც ხელკეტებს გარდა ისინი დაგეშილ ძაღლებსაც იყენებენ. ქალბატონო ურსულა ბატონო, ანტონიო ქალბატონო, რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს. როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს.
და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი, დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენასაც კი, რაც იქნებოდა ბუნებრივი ამ ყველაფრის დაგმობა და ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევა. რატომ ვერ ბედავენ? იმიტომ რომ მათთვის ორმაგი სტანდარტი არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. გერმანიის ელჩმა კომენტარი გააკეთა, რომ ასე ევროკავშირის წევრები თქვენ ვერ გახდებით. რა პასუხი გაქვთ? ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირის საერთოდ? ლოგიკური კითხვა, რომელსაც სხვა მდგენელიც აქვს და ის ბრიუსელის LGBT დოქტრინა ერთნაირ სქესიანთა ქორწინება და ბავშვებში ამის პროპაგანდა. 17 მაისს, როდესაც ევროკავშირის ყველა შენობაზე LGBT დროშები ააფრიალეს, საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავდა, რითაც იმაზე მეტია ნათქვამი, ვიდრე ნებისმიერი კითხვა ან პასუხია. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ხალხის არჩეული ხელისუფლების საკუთარი მარიონეტებით ჩასანაცვლებლად, ბრიუსელი არც ფულს იშურებს და არც ტექნოლოგიებს. USAID-ის დახურვის შემდეგ ეს დოკუმენტურად დადასტურდა. გამოქვეყნებული მასალები აჩვენებს, რომ შექმნილია მედია საშუალებების მსოფლიო ქსელი, რომელსაც Deep State ცალკეულ მთავრობებზე ზეწოლის იარაღად იყენებს. საუბარია ჯამში 4300-მდე მედია ორგანიზაციასა და 9000-მდე ჟურნალისტზე 30 ქვეყანაში. USAID-ის დახურვის შემდეგ ეს მთლიანი ქსელი სამართავად ბრიუსელმა გადაიბარა. მათ შორის ახალი ქართულენოვანი პროპაგანდისტული არხი პოლონეთში გახსნა. ვოთ ტაკ საქართველო. მედია არის აგენტურული ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განყოფილება და მიმართულება და ამ მიმართულებაზე ძალიან დიდი რესურსები იხარჯებოდა, იდებოდა დიდი ფული, უცხოური ფული იმისათვის, რომ ამ მედიებს ემუშავოთ 24/7-ზე იმისათვის, რომ მომხდარ იყოს საზოგადოებაში დაპირისპირების და გახლეჩვის გაღვივება. როდესაც ვიღაცა თავს გახვევს სიძულვილს, მერე შენ სიძულებული ხარ უპასუხო და ამით იქნება ჩაგედილი წრე, რაც შეიქმნა რეალურად ჩვენს ქვეყანაში. ახლა კი იმავე ტაქტიკით ბრიუსელი რეგიონის გახლეჩასაც ცდილობს. რისი დასტურიც ერევანში ჩატარებული სამიტი იყო. რომელიც ამ რიტმითა და პათოსით დაიწყო და ასეთივე ტაშფანდურით გაგრძელდა. Few countries are as uniquely positioned as Armenia. ცოტა ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ისეთი უნიკალური განლაგება აქვს, როგორც სომხეთს. ის აკავშირებს ევროპას, კავკასიასა და შუა აზიასთან. სომხეთი ტრანსკასპიური დერეფნის საკვანძო პუნქტია. სომხეთი ორსულამ რეგიონის საკვანძო მოთამაშედ გამოაცხადა. აზერბაიჯანს და საქართველოს კი რეზოლუციები გაუგზავნა. არადემოკრატიული მმართველობა გაქვთ. ეგონა ამით წაკიდებდა მეზობლებს და შემდეგ მართვის ბერკეტს მოიპოვებდა, თუმცა სულტყოილად. ამაში არ შევალთ, რა თქმა უნდა. არასორი იქნება ჩვენგან, მაგრამ ზოგადად შევაფასებ იმ ასე ვთქვათ მცდელობებს, რასაც ხედავთ ჩვენ აქაც ადგილობრივი აგენტურის მხრიდან და მათი უცხოელი პატრონების მხრიდან, რომ რაღაცნაირად დაგვაპირისპირონ სომხეთთან. აზერბაიჯანს სურს ევროპასთან კარგი ურთიერთობა, თუმცა არა ჩვენი ინტერესების ფასად და არა იმის ფასად, რომ მუდმივად ერეოდნენ ჩვენს საქმეებში, აფინანსებდნენ რადიკალებს და ტვინებს ურეცხავდნენ ჩვენს ახალგაზრდებს. ასე რომ საქართველოს და აზერბაიჯანი ერთადად შეუძლებთ მეტი დამოუკიდებლობა მოუტანოთ ჩვენს რეგიონს და შეუძლია სომხეთსაც შემოგვიერთდეს. ამიერკავკასიაში უნდობლობის დათესვას ამიერიდან ბრიუსელის NGO-ები და მედია გააგრძელებენ. ინსტრუქცია და მთავარი ხაზი დასახული აქვთ. მოქმედების ტექნიკა კი დიდი ხანია დახვეწეს. ევროკავშირი ათასობით მედია NGO-ს აფინანსებს. ზოგს ღიად, ზოგსაც ფარულად, ყველას კი ერთი პროპაგანდის მიზნით. ევრონიუსის ქსელიც, რომელსაც ადრე USAID აფინანსებდა, ბრიუსელმა გადაიბარა. წლიური 250 მილიონის ბიუჯეტით და ოფისებით 10-ობით ევროპულ ქვეყანაში. თითოეული სამოცანა ბრიუსელის ფარული სტრატეგიის ხელშეწყობაა. სამწუხაროდ ძალიან დიდ როლს თამაშობენ რაღაცა გარკვეული ტელევიზიები, რომლებიც ფინანსდებიან შეგნებულად იმისათვის, რომ აი ამ ტრობაში და სუღლის ჩამოყალიბებაში საზოგადოების გახლეჩვაში მონაწილეობა მიიღონ და
ეს მათი თვითმიზანია. პოლარიზაციისა და შუღლის გაღვივება არამხოლოდ ზიზღის ლექსიკით მიიღწევა, არამედ საჯარო დისკუსიის აღკვეთითაც. სწორედ ამიტომ შეწყვიტა ნაცმედიამ მეორე მხარის ჩართვა ნებისმიერ საკითხზე დისკუსიაში. დისკუსია უბრალოდ გაუქმდა და ეს ყველა ნაცტელევიზიაში ერთბაშად და ერთდროულად მოხდა. თითქოს ვიღაცამ ხელი ღილაკს დააჭირა და გამორთო. აქვს თავარია კითხვა თუ რატო? იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის არ უნდა არსებობდეს ინფორმაციის გაცვლის, კამათის და დისკუსიის რაციონალური და ამავდროულად ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პრინციპები. და ვიღებთ უკვე პოლარიზაციას. ქვეყნის შიგნით არ მოხდარიყო გარკვეულწილად შეთანხმება რაღაც მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ მოხდება შეთანხმება, მაგრამ ეროვნულ საკითხებზე არ მოხდარიყო შეთანხმება და ყველანაირი გარკვეულწილად პოზიტიური ცვლილები, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე, მაგალითად ოპოზიციასაც ქონოდა რაღაც საერთო პოზიციები, ეს ყველაფერი ყოფილიყო ჩაშლილი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე უსწრაფესად მოხერხდება ამ ფორმატებზე შეჯერება, მეც პირადად მზად ვარ, რა თქმა უნდა, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში. კიდევ ერთხელ ჩვენი ერთადერთი ამოცანა შედგეს ჯანსაღი დისკუსიები, ჯანსაღი დებატები. ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა საქართველოში პოლარიზაციის მაქსიმალურად აღწევას. მედიაში დებატების აღდგენით დაიწყო მთავრობამ გარედან თავს მოხვეულ პოლარიზაციასთან ბრძოლა. ნაცოპოზიცია წინააღმდეგია, თუმცა პროცესი დაწყებულია და უცხო გავლენის გაშიფრული აგენტურა მას ვერ შეაკავებს. გარე აქტორები, სხვადასხვა პირები, მაგალითად, ცდილობენ, რომ წაახალისონ ასეთი სიძულვილის ენა და სიძულვილის კამპანიები. აი, მხოლოდ რამდენიმე მაგალითს განახილეთ. არის კონკრეტული შეკრება. მაგალითად, ეს ადამიანი არის გერმანიის ელჩი. თურმე ამაზე პასუხის გაცემა ელჩზე თავდასხმა. NGO-ებთან ფიშერი ჩანს ორ საკითხს განიხილავდა. მონას როგორც ევროიარლიხს და ენა მამული სარწმუნოების ტრიადიდან სარწმუნოების ჩამოშორებას, რაც LGBT პროპაგანდას დასჭირდა. ილია ჭავჭავაძემ თავად დააკორექტირა ეს სიტყვები და ეს იყო უდიდესი სულის გადაწყვეტილება, ისევე როგორც ამ შემთხვევაში. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სარწმუნოება წავშალეთ, არა, პირიქით, ჩვენ გავაძლიერეთ, მეტად მრავალფეროვანი გავხადეთ. ილიას სიტყვების საკუთარ დევიზად ქცევას LGBT თემით ცდილობდა, რაც პოლარიზაციის ნაწილი იყო. ცისარტყელას ფონზე კი სარწმუნოების დაწერა ეხამუშებოდა და ერთობით შეცვლა უნდოდა, თუმცა მაშინვე გაიშიფრნენ. უსამშობლო ძალები იმასაც კი ცდილობენ, რომ ეროვნულ ინტერესებზე საუბარი სათაკილო გახადონ. გვინდა მამული, ენა, სარწმუნოება, თუ გვინდა რომ ქართველებს სხვები გვიხსნიდნენ, რას გულისხმობდა ილია. როგორ ფინანსდებოდა დასავლეთის მიერ სრულიად აღმაშფოთებელი კამპანიები, მათ შორის საქართველოში, რომელიც აზიის და ევროპის გზაგასაყარზეა. ამ თემაზე საუბარში ახლა მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის წევრი შემოგვიერთდება. ამ კამპანიების ერთი სამიზნე ქართული ეკლესია იყო, რომლის ნდობა საზოგადოებაში ყველაზე მაღალია და NGO-თა თავდასხმის ობიექტიც ამიტომ გახდა. 3.700.000 მოსახლეობის ფონზე საქართველოში 27.000 NGO-ა რეგისტრირებული და მათი 97% გარედან ფინანსდება. პატრიარქი იყო გარკვეულწილად მომრიგებელი, გამაერთიანებელი ფიგურა. აი ეს გამაერთიანებელი ფიგურები თავდასხმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამიტომ ცილისწამება მათ მიმართ არის უნდა იყოს უზომო ამ ჰიბრიდული ომების პრინციპიდან გამომდინარე. შედავდით რა იყო უცხოური ჩარევის, მათ შორის NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი. ეს იყო სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, აქ საუბარი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, აქ საუბარია მაგალითად მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ხადია მხოლოდ გერმანიის ელჩი არ იყო ამ კამპანიებში ჩართული. საზოგადოების გახლეჩაზე გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც აქტიურად მუშაობდა. სულ 2 წლის წინანდელი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც აქციაზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დგას. და არ გაინტერესებთ ეს აქცია რა არის. აქცია მიზღვნილი არის მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზებისათვის. მე ვისროლე სახელწოდებით. ეს როლი პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილი. პროვოკაცია ევროპარლამენტარის მონაწილეობით იმხანად ჯერ ისევ სიურპრიზი იყო. თუმცა ესეც ჩვეულებრივი ამბავი გახდა. პოლიციას თუ ესვრის ძალადობრივი აქციის მონაწილე მოლოტოვის კოქტეილს და NGO იტყოდა რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაში ხდება, ესე იგი ხდება გამოხატვის თავისუფლებაში. თუ კი ვინმე რამე კრიტიკულს გამოთქვას მათ მიმართ, მე ტეხავენ ამაზე რაღაცა ქარიშხალს ჭიქაში,
რომ აი ნახეთ დემოკრატიას გვართმევენ და ევროპას გვართმევენ და ასე შემდეგ. ამ და ყველა სხვა სადავო საკითხზე დებატები საზოგადოებრივ აღქმას თანდათან სწორ გზაზე კი დააყენებს, მაგრამ სოციქსელებში ზიზღის ფრქვევა მაინც გამოწვევად რჩება, რასაც მასშტაბიდან გამომდინარე დებატებით ვერ მოევლება და ვერც დამფინანსებლის მხილება აიძულებს მას ამ პროექტის გაუქმებას. არაერთხელ ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ბატონ შალვას მიერ გაგზავნილი წერილი ევროკავშირის სხვადასხვა ელჩს, რომ მინიმუმ დაეგმოთ და რეაქცია ქონოდათ იმ საზიზღრობებზე, იმ სიბინძურეზე, რასაც ხშირ შემთხვევაში თუ არა 100%-ით აბსოლუტური უმრავლესობა დაფინანსებული იყო მათი ქვეყნის ბიუჯეტიდან. ზიზღის კამპანიასთან დაკავშირებით ოპოზიციის აქტივისტების და ჟურნალისტების პროცესი გრძელდება. დღეს ელენე ხოშტარიას სასამართლო სლოვა გაიმართა. ეს არის არა უბრალოდ სასიამოვნო ბილდსიტყვაობა, არამედ არის აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა. და ის რასაც წერ Facebook-ზე, მათ შორის ძალიან ცუდ სიტყვებს, ზუსტად პირადად გადავეცი სასამართლოს. ბილდს სიტყვა მოძალადეს კანონი ჯარიმას აკისრებს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც სასამართლომ არაერთხელ გამოიტანა. თუმცა მასშტაბმა აჩვენა, რომ პრობლემა სისტემურ მიდგომას ითხოვდა. დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან კი გადავდივართ მორიგ მნიშვნელოვან ეტაპზე ამ მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიზულვილის ენის, შეურაცხყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ დამნაშავის გამოვლენას დაზარალებულის ჩივილი არ სჭირდება. გასაგებიცაა, პრობლემა ეროვნული უსაფრთხოების რანგისაა. კრიტიკას ვერავის ვერ აგრძელავს. მათ შორის ეს კრიტიკა შეიძლება მძაფრი ფორმითაც იყოს გამოხატული, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორც არის შეურაცხყოფა, მაგალითად, რასაც ძალიან ხშირად ხედავთ ჩვენ სოციმედიაშიც და არა მარტო სოციმედიის მიღმაც, ამ ყველაფერს სჭირდება რეაგირება. და ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს ჩაგედელ წრეში. ბრიუსელმა, რომელიც თითქოს სიძულვილს ებრძვის, სიძულვილის მსხვერპლის ჩარლი კირკის პატივსაცემად წუთიერ დუმილზე უარი თქვა, როდესაც ეს ევროპარლამენტარმა ითხოვა. ჩვენ მკაცრად უნდა დავგმოთ პოლიტიკური ძალადობა და რიტორიკა, რომელიც ძალადობას აღვივებს. შემომიერთდით ლოცვაში მისი ხსოვნის პატივსაცემად. ჩემს დარჩენილ დროს დუმილის წუთს ვუთმობ. Herr Kollege Weimers, wir haben abgesprochen und Sie wissen, dass die Präsidentin hat eine ძალიან კარგად იცით, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა უარყო წინადადება ჩარლი კირკისთვის წუთიერი დუმილის მიწღვნაზე, ამიტომ ბოლო წუთი გიუქმდებათ და განმოგრძობთ დებატებს. Stefano Bonaccini zur Zusammenarbeit zwischen Durchsetzungsbehörden im Hinblick auf unlautere სიძულვილისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა რასა იუკნევიჩიანეს, ყოფილ საბჭოთა ფუნქციონერს მიჰყავს, რომელიც ქართულ ოცნებას რუსეთის მონას უწოდებს. თავად კი დღემდე რუსულად მეტყველებს. Даже когда не было Путина, я помню хорошо, потому что тогда уже პუტინი არც კი არსებობდა, მე რომ პოლიტიკური კარიერა დავიწყე, სოციალური ქსელები მაშინ არ გვქონდა, თუმცა დეზინფორმაცია მაინც უზარმაზარი იყო. დღესაც ასეა ოღონდ, დღეს მზად ვართ და კიდევ უფრო ვაძლიერებთ თავდაცვას ამ ფრონტზე. ლიტვაშიც და მთლიანად ევროპაშიც ეს პრიორიტეტია. თუმცა ევროპას რომ მართლაც უნდოდეს დეზინფორმაციისგან თავის დაცვა, პირველ რიგში რასა იუკნევიჩიანეთი დაინტერესდებოდა, რომელიც დეზინფორმაციას რეგულარულად და უბოდიშოდ ავრცელებს. BBC investigation. BBC-მა აჩვენა, რომ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას, თუმცა ქართული ოცნება უარზია, სასჯელის ეშინია. This must be investigated. რასა იუკნევიჩიანეს, რომელიც იყო ტიპიური საბჭოთა მოხელე, რომელიც იყო გორბაჩოვის რეფორმების მხარდამჭერი და რომელიც იყო კომუნისტური პარტიის წევრი. და მისნაირი წარსულის მქონე ევროპარლამენტში ბევრია. უმეტესობა საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს და ნაცჟურნალისტებიც მათ სამსახურში არიან. საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელება უნდა დასრულდეს, საქართველოში რუსული პოლიტიკა უნდა დასრულდეს და ამისთვის ყოველდღიურად მუშაობთ ნამდვილად, ამას არც ვმალავ. არსებობს ქართული ოცნება და არსებობს ქართველი ხალხი. და ყველა რეზოლუციაში, ყველა განცხადებაში ევროკომისიიდან, ევროპარლამენტიდან ყოველთვის ჟღერდება, რომ ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით. ამბობს, რომ იუკნევიჩიანეს არაერთი ანტიქართული სანქცია აქვს უკვე დაბეჭდილი, რომელთაც ორბანი ვეღარ დაბლოკავს და მალე მოახერხებენ გატანას. მაისის ბოლოს, მაშინ როდესაც პიტერ
მადიარი ოფიციალურად გახდება პრემიერ-მინისტრი, შემდეგ უკვე უფრო დაჩქარებულად ველოდებით პროცესების განვითარებას. სწორედ ამავე პერიოდს ემთხვევა რასე იუკნევიჩიანეს სწორედ ამ ანგარიშის მიღება და გატანა პლენარულ სესიაზე მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში. თუ რა თქმა უნდა პასუხილების მწერლები თავად არ გაიტანეს ბრიუსელიდან, რომელიც რუსეთს გარდა ახლა უკვე ამერიკასთან ომშიც ებმება. ამერიკას აშკარად არ მოსწონს ევროკავშირი, თან ზუსტად იგივე მიზეზის გამო, რატომაც ჩინეთს ან რუსეთს არ მოვწონვართ. ისინი ჩვენში კონკურენტს ხედავენ, რომელიც იზრდება. ამიტომ ჩვენ ევროპული ქვეყნები უფრო მჭიდროდ უნდა დავდგეთ, რომ მათგან თავი დავიცვათ. ჟღერს როგორც ტრამპისთვის ომის გამოცხადება და თუ ასე მოხდა, დიდი ლოდინი არც საქართველოს მოუწევს. კაიას, რასას და მათ სადაქალოს ალბათ პენსიაზე გაუშვებენ. შაგანში დასავლეთ პოლონეთში ბაზირებული ამერიკული ბრიგადა 7000-მდე მებრძოლით გაუქმებულია. შესაბამისად, ამერიკა, რომელიც პოლონეთის უმთავრესი მოკავშირე იყო, აღარ არის სანდო და დროა თავად ევროპაში სხვა მოკავშირეებზე გავაკეთოთ გათვლა. პრეზიდენტი ტრამპი გაწმილებულია ნატოელი მოკავშირეებით. ნებისმიერი ალიანსის დანიშნულებაა, რომ მასში ყოფნა ყველასთვის სასარგებლო უნდა იყოს, რაც ჩვენთვის ასე არ არის. ისინი არასწორად იქცევიან, ევროპა არასწორად მოქმედებს. მათი ლიდერები ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ, საქმეს კი ნაკლებად აკეთებენ. შედეგად ევროპული ქვეყნების უმრავლესობა იხრწნება, ისინი იხრწნებიან. სურს ევროპას ხრწნის პროცესი განაგრძოს. მისი ნება, საქართველოს კი ვეღარ ჩაითრებს. გამჭვირვალების, LGBT პროპაგანდისა თუ ინტერნეტში სიზულვილის კანონები, რაც მას ამისგან დაიცავს, მიღებულია. ბრიუსელმა მათი გაუქმება ვერ შეძლო. შესაბამისად, დანარჩენი დროის საკითხია და თან არც ისე დიდი დროის.